მოგესალმებით რუსთავის ტრეკიდან, მე ვარ დრანგა. იდანიკა არის სანდროს სპონსორი და ჩვენი ამოცანა გიჩვენოთ სანდროს გზა და მოგიყვეთ მისი ისტორია. სანდრო, სალამი. როგორ ახარ? კარგად, შენ? როდის იყო ის მომენტი, როცა მივხვდი რომ ბოლა შენი საქმე? დავიწყე ავტოსპორტში მონაწილეობა 7 წლიდან. კარგად მოვერი გამოსფეროს. ქაოსი არის, ყველგან რაღაცა მოძრაობები ხდება. შენი დახმარება გჭირდება მე და სანდროს. თქვენ გვერდში ვარ ბოლო. მიწვევ ჩელენჯი რომ მოვიდა რომ მოგიგნახოთ უბრალოდ არა. მოგესალმებით რუსთავის ტრასიდან, მე ვარ დრანგა, ეს არის ჩვენი ვლოგის პირველი ეპიზოდი და ამ ვლოგის მიზანია გაგაცნოთ სანდრო ქაჯაია, ბიჭი რომელიც ადრეული ასაკიდან უკვე ამარცხებს გამოცდილ ბოლელებს და წინ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდება. მოდი უფრო ახლოდან გავიცნოთ სანდრო. სანდრო, სალამი, როგორ ხარ? კარგად, შენ? შესანიშნავად. სანდრო, პირველ რიგში მაინტერესებს რამდენი წლის ხარ და როდის იყო ის მომენტი, როცა მივხვდი რომ ბოლა შენი საქმე? ვარ 17 წლის და ბოლა დავიწყე 7 წლის ასაკიდან, ანუ უკვე 10 წელია სფეროში ვარ. დავიწყე რა თქმა უნდა კარტინგებიდან, სამოყვარულო დონედან. დავდივარ დაახლოებით 3-4 წელი ამ სამოყვარულოდ, მე უკვე შევიძინეთ პროფესიონალური კარტინგი, გადმოვედით სწორედ აქ რუსთავის ავტოდრომზე. ხო და მოდით ახლა ტურნირამდე და მოდით ორ სიტყვაში ვთქვათ ხალხს რა ტურნირია და რა ტარდება რუსთავის. ხო, ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, GTCC ქვია ამ ჩემპიონატს, 4 ეტაპიანი იქნება, დაიწყება 27 ივლისს. ყველა გამოვალთ BMW ავტომობილებით, E90-ებით და 92-ებით კონკრეტულად. რომელიც ჯერ საქართველოში არ არის ჩვენი მანქანა, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ველოდებით ზარს, რომ წავიდეთ პორტში და გამოვიყვანოთ. სანამ მანქანაზე გადავალთ კონკრეტულად, სანამ ფოთში ჩავალთ, შენ ახსენე რომ კარტინგებით. ყველა პროფესიონალი ბოლერი იწყებს კარტინგებით, თუ არსებობს რაღაც კონკრეტული გამონაკლისები რა. ერთი აუცილებელი არა, მაგრამ სწორი გზა ავტოსპორტის დაწყების არის, რა თქმა უნდა, კარტინგები, იმიტომ რომ კარტინგები არის ბავშვებისთვის გაკეთებული, იგივე როგორც ფორმულა 1-ია ახლა, ისე არის ბავშვებისთვისაც. აი, როგორც გითხარით, სამოყვარულო კარტინგები და მე შემდეგ ლიგებად ადის ესეც, ნელი კარტინგი, მე ცოტა ჩქარი და ეგრე რა. არიან ისეთებიც, რა თქმა უნდა, რომლებიც ეგრევე ზარიანი ავტომობილები დაინწყებენ ასპარეზობას და სხვათა შორის კარგადაც დადიან. ანუ აუცილებელი არ არის, რომ ეგ ბექგრაუნდი კონდეს კარტინგების, რომ რაღაც წარმატებას მაინც მიაღწია. რა თქმა უნდა, უკეთესია კარტინგიდან. როგორც ვისი კარტინგების ტრასის აქ არის და აქ ვარჯიშობდი ხო? იქვე არის, წამოთუ გინდა ვიაროთ ახლა. ჩელენჯი ვიცი. დავეჯახოთ. აი, წავიდეთ და ვნახოთ კარტინგები, ვინ აჯობებს, ვინ უფრო სწრაფი იქნება. აი, არ მგონია რამე შანსი მქონდეს, მაგრამ მეცადე. ალბათ მოსალოდნელი იყო და სანდრომ გაიმარჯვა, მიგილოცავ სანდრო. მადლობა. ეს იყო კარტინგი, ასე დაიწყო სანდრომ თავისი კარიერა. და ჩვენ უნდა წავიდეთ ფოთში, იმიტომ რომ დღე-დღეზე მანქანა ჩამოდის და უნდა დავხვდეთ მანქანას და თქვენთვის 2 წამი იქნება, ჩვენთვის რამდენიმე დღე. შევხვდებით ფოთში. როგორც იქნა ჩამოვედით ქალაქ ფოთში, შესანიშნავი ამინდი დაგვხსა, მივემართებით პორტისკენ, რათა გამოვიყვანოთ ჩვენი მანქანა და მოდი სანდრო, ცოტა მაყურებელს მოვყვეთ რა მანქანა ჩამოდის, რა წესებია რეგლამენტის მიხედვით. ეხლა ჩამოგვივიდა ჩვენ BMW 325i 3.0 ძრავით, E90 არის 2008 წლიანი. რეგლამენტით საერთოდ
იქნება ორი მანქანა დაშვებული ამ შეჯიბრზე 90 და 92. ყველას იგივე იქნება ძრავით, მანქანაც მაქსიმალურად არის გაკეთებული, რომ იყოს მცხოველზე დამოკიდებული და არა მანქანაც შეჯიბრის მოგება. ვიცი რომ დიდხანს ელოდი ამ ამბავს, მეც რაც მოუთმელად ელოდები როგორ იქნება ჩვენი მანქანა. ძალიან მნიშვნელოვანი შემოწმების ნაწილი როგორ ჩამოვიდა მანქანა, უნდა ვნახოთ რა დეტალებს მივაქციოთ ყოველდღიურად. ვარ დაგვხდეს ამ მოლოდნილ სურპრიზებს. შემდეგ ვიდეოებში უკვე ვნახავთ რა მოუვა ამ მანქანას და ერთად ვადევნოთ ამ ყველაფერს თვალს. და ამისთვის საუცილებლად უნდა გამოიწოროთ ჩვენი არხი და ჩვენი სოციალები. და როგორც იქნა შემოვედით პორტის ტერიტორიაზე, მეგობრებო, ცოტა ხანში გვაჩვენებენ მანქანას, მანამდე უბრალოდ ძალიან მამაზი შილეტები გვათხოვეს კი. გამოვუყურებით ახლა. რაფერის კონტეინერში იქნება შენი აზრით? ვარდის ფერი. რა ქაოსი არის, ყველგან რაღაცე მოძრაობები ხდება. ერთ მანქანებით ვარსაო და რაღაც მახსოვდა. ყველა დაკავებულია, ყველა მუშაობს, ჩვენ კი მივიდივართ ჩვენი მანქანის გამოსავალად. ანუ რო წავედით. დასახებათო არის ყველგან რაღაც ხდება და შენ რეაქციაზე ვარ დამოკიდებული რა. ნებისმიერ მომენტიდან ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება რაღაც გამოვარდეს რა. კონტეინერი დაგვეცეს თავში. სარი. ხორხონერ ვიღუp ცოტა რა. ავიც. ისი მოვდინები გეთქვა. ინდა დაუდგეს. აი ზემოთაც ჩვენ. ეს არ ქონდათ აქამდე ნანახი მანქანის გამოყვანა როგორ ჩვენ მაგალითად პირველად ვადენევით თვალს და ცოტა დაბრუნებული ვართ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ რა ხდება საერთოდ. უკან გამოიწია. ჯერჯერობით გამოყავს კონტეინერიდან მანქანა, ცოტა ხანში ძალიან ღია ადგილში გადავალ და იქ უფრო დეტალურად დავათვალიერებთ. წინ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ეს მანქანა უნდა თითქმის მთლიანად შევცვალოთ, შევღებოთ და შემდეგ ეტაპში მეგობრებო გავიგებთ რა მოვა ამ მანქანას, შემდეგ ვიდეოებში იქნება ზუსტად აღწერილი ყველა ეტაპი, რომელსაც გაივლის მანქანა რბოვამდე. და საინტერესოა ეს ტრანსფორმაცია როგორ იქნება. ჯერჯერობით არა ისეთ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სულ ცოტა ხანში პირდაპირ რო იქნება გაცილებით კარგ მდგომარეობაში. როგორც იქნა მეგობრებო, ჩამოვედით თბილისში, პორტიდან პირდაპირ აქ მოვედით, რათა დაგვეთვალიერებინა ჩვენი მანქანა. ეს არის ავტოსერვისი, სადაც ჩვენი მანქანა გაკეთდება. კი, დავთვალიერებთ, ეხა რა სჭირდება, როგორ სჭირდება, რამდენი ხანი დაჭირდება და მაგის მიხედვით მე გეგმას ავაწყობთ უკვე ვარჯიშების და მომემზადებით შეჯიბრისთვის. მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი კომპეტენცია თლად საკმარისი არ არის და გვჭირდება გამოხმარე ადამიანი, ჩვენი სტუმარი. გაგვიწევს დახმარებას და ჩვენი წარდგენა მაგ ადამიანს არ ჭირდება, მაგრამ 4 გის ევროპის ჩემპიონი მოვა ეხლა ჩვენთან და დაგვეხმარება ყველაფერში, რაც საჭიროა ჩვენთვის. და მოდი წავიდეთ და შევხვდეთ ამ ადამიანს რა. ხედავ გარშემო შენაირ მანქანას, ალბათ ძალიან ბევრი კონკურენტიც არის აქ. არა, ის ოდგას ის განსხვავებულია 92 არის ვილაპარაკეთ წინაზე. ხო, ის ორკარიანი ვარ ხო? მაგრამ განსხვავება იგივეა, როგორც სანდრო ამბობს და მოდი დავუჯეროთ სანდროს რა. აი, სალამი. შენი დახმარება გვჭირდება მე და სანდროს. როგორც იცი, მანქანა ჩამოვიდა და გვაქვს რამდენიმე კითხვა, რას უნდა მივაქციოთ ზოგადად ყურადღებას, როდესაც მანქანა ჩამოდის და რამე რჩევა გვჭირდება. შევეცდები დაგეხმაროთ ამ ამბავში. ზოგადად, როცა მანქანა ჩამოდის, პირველ რიგში რა თქმა უნდა სითხეები უნდა შევამოწმოთ. ხვარაკლია რამე სითხე რო არ დავაზიანოთ ძრავი. ჩვენ შემთხვევაში ზეთს ვერ ვამოწმებთ, იმიტომ რომ ამ მანქანას აქვს ელექტრო შემოწმებელი, ასე ვთქვათ, ზეთის და ასეთ შემთხვევაში ჯობია თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ავტომობილში ზეთი არის, ან ჩამოუშვათ ზეთი და ახალი ზეთი ჩავასხათ, რომ თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება. მეტად უფრო დეტალურად გადავიდეთ მანქანასთან და ვნახოთ
შენ რამე კითხვები ხო არ გაგა? აი რომ მივოთ. ჩვენ კონკურენტებიც აქ არიან, გარშემო შევამშვიდობთ რამდენიმე მანქანა. ხო, აქ მზადდება ბევრი მანქანა ამ ადგილას და რაც რეალურად სურათებში იყო, ის ჩამოვიდა ამ სიურპრიზების გარეშე. კი, ეს ჩვენც შევამჩნიეთ პორჩი, საკმაოდ რთული გადაღებისდა მქონდა პორჩი და ჩვენც ეგ ვიზუალურად ვნახეთ. კონკრეტულად მატორს რაც შეეხება, შეგვიძლია შევამოწმოთ და ვნახოთ რა. კი, ასე ვიზუალური დათვალიერებით. შენ ხო არ გაქვს რამე კომენტარები ამ მანქანასთან? ვიზუალურად ისეთია როგორც მე მინდა რომ იყოს. ასე კარგად არის ცოტა ვიცით ზეთის უნდა გავამზადოს ეს მანქანა და ვიდეოებში ანუ ხო ამ მანქანის მარტო ქარხნული დარჩება, ასე ვთქვათ, გარე ძარის დეტალები. დანარჩენი ყველაფერი ძრავი უნდა გარემონტდეს, ასე ვთქვათ, გაახლდეს, დაკიდების სისტემა სრულიად 100% უნდა შეიცვალოს ყველაფერი. რამე დიაგნოსტიკას არ უკეთებენ მანქანას? დიაგნოსტიკას კი ყველაფერი ეს როცა ზრავს რო გავაახლებთ და ყველაფერს მორჩევით, მერე გავუკეთებთ ამას დიაგნოსტიკას. იმიტომ რომ ბევრი დეტალი შესაძლებელი ახლა დიაგნოსტიკას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სულ სხვანაირი რაღაც სპორტული დეტალები დგება და არაფერს არ მოგცემს ეხლამდელი დიაგნოსტიკა. ამიტომ ყველაფერს რომ მოვრჩებით ამის აწყობას, მერე სრულ დიაგნოსტიკას გავუკეთებთ, გამოვასწორებთ თუ რა პრობლემა იქნება და ვნახავთ იქ სტარტზე რუსთავის ავტოდრომში. კარგია. თავარია იქ იყოს კარგი, სადაც გინდა. კომენტარებში უახლოვდება ჩვენი ეპიზოდი. მინდა მადლობა გადავუხადოთ დათას მის რჩევებისთვის. იმედია თქვენ ძალიან გამოგადგათ დათას რჩევები. ბოლომდე თქვენ გვერდში ვარ, იმიტომ რომ ამ მანქანას ძალიან დიდი გზა აქვს კიდევ გასავლელი, სანამ გასპორტულდება, ასე ვთქვათ. ვარჯიშები მოგვიწევს, მე მომზადება და არ ჩამოვთვლი, მე ხო ეპიზოდურად ალბათ ყველაფერს გადაიღებ და საინტერესო იქნება ეს გზა. შემდეგი ეპიზოდი უფრო საინტერესო იქნება. თუ გაინტერესებთ სანდროს გზა, აუცილებლად გამოიწერეთ მისი სოციალები, რომელიც იქნება აი აქ და ასე ვიდეო ჩემი სოციალებიც იქნება აქ. გამოიწერეთ, ადევნეთ თვალი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო მასალას დავდებ სტორებში, ბექსტეიჯის, რომელიც არ გამოჩნდება ვიდეოში და პირდაპირ რომ შემდეგი ვიდეოები უფრო მეტად საინტერესო იქნება. წინ გველოდება მანქანის მომზადება, შემდეგ ვარჯიშები და ბევრი საინტერესო რამ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ადევნეთ თვალი ჩვენ გზას.